ხაშურის რაიონში 600 ადამიანს სიმსივნე აღმოაჩნდა. სტატისტიკა მას შემდეგ ახმაურდა, რაც ენი დაავადებულმა პაციენტებმა იაფი დაზღვევის პროგრამა გამოიყენეს და პროფილაქტიკური გამოკვლევის შედეგები ნახეს. მათი დიდი ნაწილი უკვე ქიმიოთერაპიას იტარებს. დაავადებულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პაციენტი, რომელიც ჯერ 9 თვის არის მხოლოდ. სიმსივნით დაავადებული ყველაზე მცირეწლოვანი პაციენტი ხაშურის რაიონში 9 თვის ჩვილია. ახალშობილს თვალის ბადურის კიბო დაუდგინდა. სადაზღვევო კომპანია არქიმედე გლობალ ჯორჯია საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს. იაფი დაზღვევის პროგრამის ფარგლებში ბოლო 1 წლის განმავლობაში მარტო ამ რაიონში დაავადებული 600 პაციენტი გამოვლინდა. უმეტეს შემთხვევაში სიმსივნე მესამე და მეოთხე სტადიაშია. დიდია მომართვიანობა ონკოლოგიურ დაავადებებზეც, რაც შეეხება ხაშურის რეგიონს. ამ რეგიონში დაახლოებით თვეში მომართვიანობა 20-30-ში ადგენს ონკოლოგიურ დაავადებებზე. საწყისი სტადია უფრო იშვიათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ონკოლოგიური დაავადება დაწყებული იყო დაზღვევამდე და უბრალოდ მათ არ მიმართეს დროულად ექიმს. დაავადების ასაკობრივი ზღვარი 50 წლიდან 25 წლამდე შემცირდა. ყველაზე მეტად გახშირებულია ფილტვის, მკერდის და მამაკაცებში პროსტატის სიმსივნე. სპეციალისტების თქმით, ხაშურში ბოლო 1 წლის განმავლობაში ენის კიბოს შემთხვევაც დაფიქსირდა. სიმსივნე უფრო იყო ხოლმე ასაკოვანი 60-70 წლის ასაკში. ეხლა სულ ახალგაზრდები. ძალიან ბევრი განსაკუთრებით ფილტვის სიმსივნით. ორი ჩემი მეზობელი მაგალითად ფილტვის მართლაც ჩემი მეზობლების ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალნენ. ძალიან ხშირი შემთხვევებია განსაკუთრებით მოზარდებში და ძალიან სანერვიულ ფაქტია. საკვებიდანაც არის გამოწვეული ჰაერით, დაბინძურებულია სულ ყველაფერი. 72 წლის გურამ ღონღაძე ფილტვის კიბოთი ხაშურში 2 დღის წინ გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა დაავადების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, როცა მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა. ონკოლოგები ვარაუდობენ, რომ ხაშურის რაიონში სიმსივნით დაავადებულთა მატება შესაძლოა ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვია. დიდი რაოდენობით გამონაბოლქვია ჩვენ ტრასაზე ვართ მოგეხსენებათ ხაშური გზაჯვარედინია. ეს მანქანები ზოგი მოწესრიგებული და ზოგი მოუწესრიგებელი დიდ გამონაბოლქვს აფრქვევს ატმოსფეროში. ამავე დროს გასული წლების ინტერვენცია მოგეხსენებათ დიდი აფეთქებები გამოიწვია ხაშურში და ჰაერი დასნებონდა და ვფიქრობ, რომ აი ამასთან დაკავშირებით მოიმატა შედარებით უფრო მეტად ვიდრე სხვა წლებში. ყველაზე სახიფათო როგორც წესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არის ის რეგიონები, რომელიც არის მჭიდროდ დასახლებული და სადაც არის დიდი კონცენტრაცია, როგორც თქვენ ცოტა ხნის უკან ახსენეთ, გამონაბოლქვის, სადაც არის ძირითადად საწარმოები. სტატისტიკურად საქართველოში სიმსივნით წელიწადში 7000 ადამიანი ავადდება. მათი უმეტესობა ქალია. დროულად გამოკვლევა და მკურნალობა გარანტია იმისა, რომ სიმსივნით დაავადებული პაციენტი სიცოცხლეს გაცილებით დიდხანს შეინარჩუნებს. ხაშურის რაიონში გახშირებული დაავადებების მიზეზებს სპეციალისტები შეისწავლიან.